გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. რა გავლენა აქვს ქართული ოცნების პროდასავლურ ფრთას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე? რამდენად კოორდინირებულია საკანონმდებლო პროცესი? რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა? იდევნებიან თუ არა პოლიტიკური ოპონენტები? რა ურთიერთობა აქვს საქართველოს მთავრობას ქვეყნის პრეზიდენტთან? რატომ არ ჩადიან ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში ამ დრომდე? რატომ ერიდება ხელისუფლება რუსეთის მისამართით სიტყვა სანქციების ხსენებას? რატომ ამტკიცებს მართველი ძალა ყველა ფორუმზე, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წამოებო პროვოკაციას? რატომ ნერვიულობს საქართველოს მთავრობა პოლიტიკური ოპონენტების აქტიურობაზე უკრაინაში? კონკრეტულად რა შედეგით დაბრუნდა პრემიერი შეერთებული შტატებიდან? მოისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პასუხები ამ და სხვა კითხვებზე. როგორც იცით, ბატონი ლევანი მუშაობს იმისთვის, რომ ერის ფიზიკური გადარჩენა აღარ იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასე წარადგინა ლევან ვასაძე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის წარმომადგენელმა თამარ ჩიბურდანიძემ დედაქალაქის საკრებულოში. ერის ფიზიკური გადარჩენის ერთ-ერთ გზად ლევან ვასაძეს ყოველი მესამე ახალშობილის დაფინანსება მიაჩნია. რამდენად უწყობს ხელს ეკონომიკური კეთილდღეობა შობადობის გაზრდას? თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვხედავთ საპირისპირო სურათს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში? ეკონომიკისა და დემოგრაფიის ურთიერთკავშირზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. დაგველოდეთ სულ ცოტა ხანში სტუმარს და შემდეგ სტუმრებს წარმოგიდგენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი დავით უსუფაშვილი. ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ მოხვედით. ეს თქვენი პირველი სტუმრობაა ტაბულას ეთერში, დაიმედი მაქვს არა უკანასკნელი. მოგესალმებით. დიახ, თქვენს ეთერში პირველად ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი ამას ამ შენობაზე, სადაც სხვა ტელევიზიაში. კი, სტუმრად, პიკი, მზე, კიდევ იყო რაღაცა. მე მგონი მზეს და პიკის გარდა არაფერი არ ყოფილა, მაგრამ ეს გავერზე გადავდოთ სპეციალისტებს ამ სფეროში. მოგესალმებით და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა რომ მოხვედით კიდევ ერთხელ. პირველი კითხვა მექნება ბატონო დავით, ყველაზე ცხელი თემა დღეს უკრაინაა, შესაბამისად მე შევეცდები რომ პირველად ეს თემა ამოვწუროთ. დემოკრატიული სამყაროს ლიდერები წამდაუწუმ ჩადიან უკრაინაში, უკრაინის ახალ მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, გახმარების ხელის გასაწვდენად. საქართველოდან რატომ არავინ წასულა ჯერ ხელისუფლებას გულისხმობ? ცხადია თორემ ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ბატონო, კარგი. ერთი წამდაუწუმ არ დადიან კიევში დადიან საქმეზე და ის რაც ხდება უკრაინაში და არა დღეს და გუშინ მხოლოდ, არამედ ბოლო თვეების განმავლობაში ეს დემოკრატიული სამყაროს თემად იქცა და სავსების სწორად იქცა. ეს საკითხი პრაქტიკულად ყველა ასე თუ ისე დემოკრატიული სახელმწიფოს შიგნით პრაქტიკულად შიდა პოლიტიკის თემადაც იქცა, იმიტომ რომ ყველას კარგად მოეხსენება თუ რა დევს სასწორზე და რა ხდება თანამედროვე მსოფლიოში ყველას თვალწინ. ამიტომ ის ფაქტი რომ მოხერხდა მთელი მსოფლიოს ყურადღების და არა მხოლოდ ყურადღების, არამედ მოქმედებების კონცენტრირება ამ თემაზე, ეს არის კარგი. ის რაც ამ წუთამდეა მიღწეული, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ იმას, რაც უკვე ვიცით და რაც ხდება. არ ვიცით რა არის აცილება მოხდა თავიდან, ან რა ახალი გარემოებები შეიძლება გაჩნდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, არა მხოლოდ უკრაინის თავისუფალი არჩევანი, არამედ მსოფლიო წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უხეშად იქნა დარღვეული რუსეთის მიერ და რომელსაც სამწუხაროდ ადეკვატური რეაგირება
ვერ მოყვა მსოფლიოს მხრიდან, არა მხოლოდ იმ დღეებში და იმ მომენტში, არამედ შემდგომ პერიოდშიც და ჩვენ სამწუხაროდ გავხდით მოწმე იმ რეალობის, როდესაც ის კონცეფცია რომ იყო, ახსოვთ, გაყინული კონფლიქტები. ახლა რაღაცა იმავე კონცეფციის ნაირსახეობამდე მივედით, როდესაც რუსეთის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მსოფლიოს მხრიდან იქნა ჩათვლილი როგორც დიდ და სერიოზულ პრობლემად, რომელსაც ოდესმე უნდა მივხედოთ და შევეხმიანოთ. და სამწუხაროდ მსოფლიო სისტემა დემოკრატიული პირველ რიგში და ზოგადად მთლიანად საერთაშორისო სისტემა აღმოჩნდა გარკვეულწილად უძლური გამკლავებოდა იმ რეალობას, რომელმაც ალბათ ყველაზე უფრო მეტად განაპირობა ის, რასაც ჩვენ დღეს ხედავთ უკრაინაში. ხო, ამაზე კარგი სტატია ქონდა კონდოლიზა რაის ვაშინგტონ პოსტში, არ ვიცი თუ ნახეთ ზუსტად ამაზე საუბრობდა. ბევრი საუბრობს ამაზე, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაშიც და სამწუხაროდ ჩვენ ქართველებს შესაძლოა კონკრეტულად ამ საკითხში და ამ სფეროში არანაკლები მოსაზრებები და გამოცდილება დაგვიგროვდა, იმიტომ რომ საკუთარ ტყავზე ვიწმინდეთ ეს ყველაფერი. და უკრაინაში რაც ხდება, ეს ხდება კიდევ მეორე დიდწილად იმიტომ, რომ მთლიანად სისტემა, საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ გაუმკლავდა ამ პრობლემას და დარჩა აგრესორი და უსჯელი. და როდესაც აგრესორი და მოძალადე რჩება დაუსჯელი, ეს სახელმწიფო იქნება თუ ხელისუფალი იქნება თუ მეზობელი იქნება, უცხადია უნდა ვიყოთ მზად, უпроსტად მზად კი არა, უნდა ველოდოთ იმას, რომ მოხდება რამე კიდე ახალი უბედურება. კი და ალბათ დიდი ალბათობით ეს უკრაინაზე არ გეთქვი. ამ ყველაფერში ერთი პოზიტივი რაც შეიძლება ყველა მეტად დავინახოთ არის ის, რომ ამჯერად როგორც ჩანს მოხდა უფრო ადეკვატური გააზრება ამ კონკრეტული პრობლემის გეოპოლიტიკური და მსოფლიო მნიშვნელობის, ვიდრე ეს იყო 2008 წლის მდგომარეობით. რამ განაპირობა ეს ყველაფერი, ამაზე ჩვენ საერთოდ ვისაუბროთ და დეტალურად ვისაუბროთ. აქ არ არის საქმე იმაში, რომ ვინმეს უკრაინელები მეტად უყვარს ვიდრე ქართველები. არც იმაშია საქმე, რომ უკრაინა დიდია და საქართველო პატარაა. სტრატეგიული დანიშნულებით და სტრატეგიული თვალსაზრისით პატარა საქართველო არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროსთვის, როგორც საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისე ზოგადად იმ ღირებულებების უფრო ფართოდ და მასშტაბურად გასავრცელებლად, როგორც უკრაინა. მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით ყველა აკეთებს იმას, რასაც თვლის შესაძლებლად და საჭიროდ და ჩვენ ქართველებმა გავაკეთეთ და უნდა გავაკეთოთ ის, რასაც თვლით საჭიროდ და სწორად უკრაინისთვის დასახმარებლად და ჩვენი საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია, ჩვენი მდგომარეობა, საქართველოს მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება პრაქტიკულად ყველა იმ ქვეყნის მდგომარეობისგან, რომელიც უცხადებს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, რომელიც ცდილობს მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია. ჩვენი საქართველოს მდგომარეობა განსხვავდება, იმიტომ რომ ამ წუთამდე, ამ დრომდე სხვა რუსეთის მიერ ოკუპირებული სახელმწიფო ამ წუთის მდგომარეობით სხვა არ არის. საქართველოს ოკუპირებული. პრაქტიკულად კიდე ბევრია. პრაქტიკულად თუ გავყვებით, ახლა მე არ ვიცი თავისუფლების ხარისხი მოლდოვას მეტია თუ ბელორუსის თუ არ ვიცი კიდე სხვა ჩვენ სამეზობლოში. მაგრამ ამ შემთხვევაში ღიად და ასე ვთქვათ, თითქმის ოფიციალურად ოკუპირებული აღიარებული ოკუპაცია საქართველოში გვაქვს კი. გვაქვს ასევე ის მდგომარეობა რაც გვაქვს. არა მხოლოდ წარსულის პრობლემები, არამედ ამ წუთიერი საფრთხე მომდინარე სწორედ ამ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული შენაერთებისგან და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებისგან, რომლისთვისაც არც საქართველოს ასე ვთქვათ საქმეა დახურული. ანუ მიზანი და ამოცანა ვერ არის მიღწეული, იმიტომ რომ ბოლო ხანებში ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა ყველასთვის, მათ შორის ევროპაშიც, დასავლეთ ევროპაშიც განსაკუთრებით, რომ ეს არ არის მხოლოდ კრემლის მცდელობა, ვთქვათ, ენერგეტიკული რაღაც ხაზების გადაკეტვის. ეს არ არის მცდელობა მხოლოდ რაღაც ესეთი იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილების რაღაც სულიერ დონეზე თუ გრძნობების და განცდების დონეზე. ეს არის ძალიან მკაფიოდ გამოხატული გეგმა, სურვილი იმისა, რომ აღდგეს საბჭოთა კავშირი
ჯერჯერობით ბალტიისპირეთის გარდა, თუმცა კიდე სხვა რა აზრებია თავში, ეს ჯერ კიდე სხვა თემებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით ეს არის გეგმა და სქემა, რომელშიც საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად ჩვენ ძალიან გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. გონივრულად და არა ისე მე არ ჩათვალოთ რომ სიტყვაზე გამოგეკიდეთ, მაგრამ აი წამდაუწუმ ჩადიან. იმიტომ არ ამჩემზადა, ხშირად ჩადიან. სამჯერ ჩავა უკრაინაში, წამდაუწუმ ჩასვლაქვია სახელმწიფო მდივანი, ესე არ დაიწყო. ამიტომ ჩადიან და უნდა ჩავიდეს ის ხალხი, რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა პროცესებზე და ყველა უნდა გავაკეთოთ ის, რომ სწორი მიმართულებით წავიდეთ ეს პროცესი. თქვენ არ შეგიძლიათ გავლენის მოხდენა, ჩვენ საქართველოს არ შეუძლია პროცესებზე საქართველოს გავლენის მოხდენა რა დოზითაც და რა ფორმითაც და რა საშუალებებითაც შეუძლია. ცხადი ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი თავისი დამოკიდებულებით, განცხადებით, რეაგირებით, პოზიციონირებით, პოზიციებით ერთი, მეორე. ამას აკეთებს საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც საქართველო არის წარმოდგენილი ასევე, მათ შორის ევროპის საბჭოში, სადაც სწორედ სანქციების მოთხოვნით გამოვიდა ჩვენი დელეგაცია რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვაკეთებთ ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკულად ყველა წამყვან სახელმწიფოსთან, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად უკრაინის მოქმედ მთავრობასთან, დღევანდელ მთავრობასთან, მის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც არის პრაქტიკულად მუდმივი კონტაქტი, ზოგჯერ აფიშირებული, ზოგჯერ არააფიშირებული, არა იმიტომ რომ რამე ის გვაქვს დასამალი. არამედ იმიტომ რომ საქმის კეთება ეს არის არა მხოლოდ ის საქმე არ კეთდება მხოლოდ მედიისთვის. საქმე კეთდება საქმისთვის, დამასობაში ხალხმაც უნდა იცოდეს რომ ეს კეთდება. საქმის კეთებას რაც შეეხება ჩვენ იმ რეზოლუციაში, რომელიც უმრავლესობამ მიიღო, გარკვევით წერია, შემისწორეთ თუ ცდები, რომ საერთაშორისო მისიებში მივიღებს საქართველოს მონაწილეობას უკრაინის მხარდასაჭერ საერთაშორისო მისიებში. არსებობს EUTHOS სადამკვირვებლო მისია, რომელშიც უკვე 27 თუ 28 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის არ არის საქართველო. რატომ ხდება ეს? კიდევ ვინ არ არის ხო მეტყვით? ლიტვა არის, ესტონეთი არის, ლატვია არ არის, თუ სწორად მახსოვს ფინეთი არის, უბრალოდ 28 ქვეყანა. ზოგი არ არის, ხო? კი. ამიტომ ვისევი მეორე ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და უკრაინისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ და საქართველოსთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ და შესაბამისად ყველა ასეთ პროცესში მონაწილეობთ იმ დოზით და იმ ფორმით, რა დოზით და რა ფორმითაც ჩვენ გვაქვს კონსულტაციები უკრაინელებთან, ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან და თავად ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან. ჩვენ მათთან ძალიან მჭიდრო კონტაქტით, ძალიან მჭიდრო კონსულტაციებით ვდგამთ ყველანაირად, მათ შორის მისიებში მონაწილეობის. და ეს ასე იქნება. ეს არა ვართ მისიაში. არ იქნება სხვაგვარად. ფაქტია რომ არა ვართ და არა იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა, ჩვენ პრობლემა გვაქვს, ჩვენ გვეშინია, ჩვენ საფრთხეს ვხედავთ ჩვენთვის და ასე შემდეგ. არა, ჩვენ არა ვართ იმიტომ რომ ამ საქმეს ასე ჭირდება და სწორედ იმ ხალხთან შეთანხმებით, ვინც ჩვენზე არანაკლები ციან რა ჭირდება საქმეს. ჩვენ ვაკეთებთ იმას კიდევ მეორე, რაც ჭირდება უკრაინას და არა ის, რაც ჭირდება მე. რომ კიდევ ერთხელ მოხვდე ტელევიზორის ეკრანებში, ამას არ ვაკეთებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება კიევში არ ჩავიდე, შეიძლება ჩავიდე ხვალვე, მაგრამ ჩავიდე მაშინ, როცა საქმე სჭირდება და არა მაშინ, როდესაც მე მჭირდება, იმისთვის რომ საინფორმაციო გადაცემაში მოხდეს. და საქართველოს არ ჭირდება, რომ ფიგურირებდეს ქვეყანას გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა კონკრეტულად თქვენ, მე არც დამიშვია, რომ თქვენ ახლა თქვენ ტელევიზორში გამოსაჩენად უნდა ჩასულიყავით უკრაინაში. საქართველოს არ ჭირდება ის, რომ საქართველო მუდმივად ფიგურირებდეს უკრაინის თემის გვერდით, ზუსტად იმიტომ, რომ უკრაინა გარკვეული მიზეზების გამო უფრო ადვილად მოხდა უკრაინის გამომობილიზება მთელი მსოფლიოსი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერმარტო 4 ნატოს ქვეყანა. ეხლა რაც ვილაპარაკე, განა მაგას არ ვსაუბრობდი, რომ დიახ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ პირველ რიგში გადავდგათ სწორი ნაბიჯები, ის რაც უკრაინას ჭირდება, იმიტომ რომ უკრაინელებმა გადმოდგეს ის ნაბიჯები, როდესაც ჩვენ გვიჭირდა, რომელიც საქართველოს ჭირდებოდა. და არა ის ნაბიჯები, რომელიც იმ წუთში და იმ მომენტში მისთვის იყო საკმარისი. პრეზიდენტი იდგა საქართველოში, თბილისის ცენტრში, მაშინ როდესაც თბილისის თავზე ზუსტად ამას გეუბნებით. ზუსტად ამას გეუბნებით და ეს არის ის, რომელშიც როგორც ჩანს, სერიოზული განსხვავებაა სწორედ იმ ხედვაში, რომ
როდის რა უნდა გააკეთო. ჩვენ უკრაინის პრეზიდენტი გჭირდებოდა აქ მდგომი, ხო? მაშინ როდესაც ჩამოვიდა. რა მომენტშიც და რა წუთშიც საქართველოს პრეზიდენტი გახდება საჭირო უკრაინელებისთვის კიევში, საქართველოს პრეზიდენტი იქნება კიევში როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. არა მაშინ, როდესაც ვინმე პოლიტიკოსი, გინდ ხელისუფლებაში ყოფი და გინდ ოპოზიციაში მყოფი, ჩათვლის რომ ბიჭო, გაჩნდა ასპარეზი იმისთვის, რომ გამოვჩნდე სადმე, წარმოვჩნდე სადმე, რაღაცა ჩემი პირადი პრობლემა მოიგვარო. ჩემი პოლიტიკური ამბები გავაგავშე. ეხლა ისევ არა, ეხლა ისევ ხდება სააკაშვილზე. არაფერი არ ხდება. თქვენ მაგას მეუბნებით, რატო არ ჩადიხართო? ამასობაში ის სააკაშვილი თუ სააკაშვილი კი რასაკვირველია უბრალოდ მე თუ სააკაშვილს არ გეუბნები. შესაძლოა ხვალ არ ვიცი, სხვა ქვეყნის ვინმე ჩავიდეს. სააკაშვილი თვითონ ჭირდებოდა და იმიტომ ჩავიდა იმაში თავის. ეს ჩათვალოს ხალხმა მე ჩემი განსასწრელი არ არის. მე ჩემზე გეუბნებით. თქვენ მე მეკითხებით რატო არ ჩახვედით? მე გეუბნებით რატო არ ჩავედით? იქ ჩასულიყავით, ყველა გაიგებდა ისე რომ თქვენ ტელევიზორში ყველა გაიგებდა არა, მე გეუბნებით, როცა საჭირო იქნება, კიევში ჩავალ, ბრიუსელში ჩავალ, არ ვიცი, კრემენჩუკში ჩავალ, სადაც სხვა შორის წელიწადნახევარი მაგატარებული საბჭოთა არმიაში. ასე იყო მაშინ. და ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ. კი ბატონო. ამა ერთადერთი, რასაც არ გავაკეთებთ, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები თემაზე, როდესაც თემა არის ცხელი ერთი და მეორე არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რომელიც არ იქნება შეთანხმებული იმ ხალხთან, იმ ქვეყნებთან, იმ ლიდერებთან, რომელთა გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული არა მხოლოდ უკრაინის ბედი, არამედ საქართველოს ბედი ხვალ. აი ის ვინც ამ ხას არ გაყვა, ან არ გაყვება, საქართველოში იქნება თუ სხვა ქვეყნებში იქნება, ვერ გააკეთებს ვერც თავისი ქვეყნის საქმეს და ვერც სხვისი ქვეყნის საქმეს. თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ვინ არის ეს ხალხი, ვისთანაც კონსულტაციებს გადიხართ და გეუბნებათ, რომ ჯობია რომ თქვენ ახლა უკრაინაში არ ჩახვიდეთ და ასე შემდეგ. და თან კიდე ერთი კითხვა მაქვს, ანუ ის ლიდერები, ვინც დღეს ახლა უკრაინაში ჩადიან და უკრაინელების გვერდით დგანან, იმათ ეს რამე ტელევიზორში გამოსაჩენად სჭირდებათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უკრაინა საიდან მოიტანეთ ახლა ეს ყველაფერი, აბა მითხარით. მე ხომ გითხარით ერთი რამ, რომ რაც საქმე სჭირდება, იმას ვაკეთებ. კიდე საიდან ისაზღვრება რა ჭირდება საქმის ვისთან კონსულტაციები? იქედან რომ გვაქვს კონსულტაციები ყველასთან ვისთანაც საჭიროა. ევროკავშირთანაც. და ევროკავშირიდან გირჩევენ რომ არ ჩახვიდეთ უკრაინაში. არ ვარ ისევ იგივე ამბავია. მე ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ ახლა. უკრაინაზე ვლაპარაკობ. უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ვლაპარაკობ. სოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ვლაპარაკობ. და ამიტომ აქ იმიტომ ეს უკრაინაში რაც ხდება ეს მე არ მინდა იმისთვის, რომ ჩემ თავზე ვილაპარაკო, მე რას ვაკეთებ. მე გეუბნებით, საქართველოს მთავრობა, ჩემი ჩათვლით ამ შემთხვევაში მთავრობა არა, მაგრამ პარლამენტის წარმომადგენლობა. ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც ჭირდება უკრაინას და რაც ჭირდება საქართველოს. კი ბატონო. სიტყვა სანქციებზე მინდა გკითხოთ, რატომ არ მოითხოვეთ პარლამენტის რეზოლუციაში, თორემ ქალბატონი თინამ შვენიერი წინადადება დააყენა ევროპის საბჭოში, მთლიანად ვეთანხმები მის პათოს ამ შემთხვევაში, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვა და საერთოდ ვერ ხვდები რუსეთი რას აკეთებს ევროპის საბჭოში, როგორც წევრი ქვეყანა. ბოლოს როდის იყო მოთხოვნილი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ თუ გახსენდება? საქართველოს ომის დროს. მას შემდეგ? მას შემდეგ ეხლა ხო, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. კი, ცხადია, საქართველოს ომის დროს ახლა უკრაინაზე და ძალიან კარგი რომ თინახიდაშალ, მაგრამ ფაქტია. საქართველოს ომის დროს და საქართველოს ომის შემდეგ არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. ფაქტია, რომ როდესაც თინა ხიდა საქართველოს ოცნება არის ჭრელი კოალიცია, საუბარია იმაზე რომ კოალიციაში არის პროტესტი. კოალიცია ეს არის სიტყვა, რომელიც მოიცავს სიტყვას ჭრელს. კი ბატონო, ჭრელი მე გულისხმობ კოალიცია ხომ არის და კიდე არის ჭრელი, იმიტომ რომ ერთმანეთისგან კოალიცია არის ჭრელი. რადიკალურად ერთმანეთისადმი დაპირისპირებული, ჩემ შეხედულებას. ხადია, მე ჩემ შეხედულებას ვამბობ, რადიკალურად დაპირისპირებული იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები არიან გაწევრიანებული. რადიკალურად დაპირისპირებული იდეოლოგია არის მაგალითად თქვენ რომელსაც გჯერათ რომ საქართველოს უნდა გახდეს ნატოს წევრი და გოგი თოფაძე რომელსაც ჯერა რომ საქართველოსთვის ნატო ცუდია. ეხლა ამაზე უკეთესი მაგალითი რა უნდა მოგიყვანოთ. ხო და სანქციებზე მინდა რომ მკითხოთ. რატომ არ მოხდა სანქციები? რატო ვერ ჩაჯდა ეს სიტყვა? იმიტომ რომ ეს აჩენს შემდეგ კითხვას, ვის აქვს გავლენა თვითონ კოალიციაზე? თქვენ თუ ბატონ ვოლსკის მაგალითად, რომელიც როგორც მე ვიცი, წინააღმდეგი იყო სანქციების ჩასმის, სიტყვა სანქციების ჩასმის აი ამ რეზოლუციაში და საერთოდ
ესე იგი თუ ჩემი იმედი ქონდათ ამ ნაწილში დღემდე და ეს იყო თქვენს მნიშვნელოვანი, მინდა გითხრათ, რომ სიტყვა სანქციების წინააღმდეგი ვიყავი მეც. და რატომ მაშინ მითხარი? ასე რომ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ესე იგი თუ თვლით რომ ამ ნაწილში მე თქვენი გადმოსახედიდან სხვაზე ესე იგი უკეთესი პატრიოტი ვარ, ესე იგი მეტად შემტკივაგული ქვეყანაზე, მეტად უფრო ჭკვიანი ვარ, თუ არ ვიცი მეტად შეფასებებში არ შევდივარ. სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ. სანქციების წინააღმდეგ ვიყავი მეც. რატომ? იმიტომ რომ როგორც შემდგომმა მოვლენება დაადასტურა. ეს იყო ძალიან მარტივი რამ. ნაციონალური მოძრაობის სწორედ რომ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ნაციონალური მოძრაობის შიგნით ძალიან სერიოზული და რადიკალურად დაპირისპირებული მოსაზრებების ვერ შეჯერების შედეგად გამოჩენილი ახირება. ეხლა მე ამაზე მეც ვერ გეტყვით. იმიტომ რომ არ ვარ მე ჟურნალისტი, ვარ იქ სადაც ვარ და ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობა თუ არ ვიცი ის ფუნქციები რაც ყველას მაქვს შესაძლებელი, ცხადია არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩავიდე სანქციებთან დაკავშირებით, წინადადებები ნაციონალური მოძრაობიდან რატომ მოვიდა, საიდან მოვიდა, რა ვინ წინააღმდეგი იყო ნაციონალური მოძრაობას თავიდანვენებოთ, თქვენ რატომ არ მოგინდათ? თქვენ ამბობთ, რომ კოალიცია ხარ ჭრელია და რადიკალურად დაპირისპირებულიო. აი რადიკალურად დაპირისპირებული და ჭრელი იქ უნდა ნახოთ ხოლმე ამბებით უბრალოდ მე, მაგრამ ახლა ნაციონალური მოძრაობას რა თქვენ მეუბნებთ, რატო არ დაუჭირეთ ხარ? მე გიყვებით, რატო არ დაუჭირეთ ხარ? იმიტომ რომ ეს იყო ერთი ახირებული წინადადება, რომელსაც ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამას შეწირვოდა ყველაფერი, მათ შორის ეს რეზოლუცია, რომელიც გვინდოდა რომ ქვეყანას მიეღო როგორც სწორედ უკრაინაზე მზრუნველ პარლამენტს და საკუთარ ქვეყანაზე მზრუნველ პარლამენტს და იქნებოდა და იქნება ხვალასთაზეგაც უამრავი სხვა შესაძლებლობა კამათისაც, დებატებისაც და არ ვიცი თუ ვინმეს რამე უნდა ერთმანეთს უთხრას. ჩვენი ფორმულება რა იყო და ჩემი ფორმულება რა იყო და მე რას უჭერდი ხარ და რას დაუჭერდი ხარ და რა მივიღეთ და რაზე მივიღეთ ძალიან მაღალი შეფასება ყველა მხრიდან. თუ ერთს მეტყვით ვინმესგან, რომ პარლამენტმა რა რეზოლუციაც მიიღო, ამას მოყვა რაიმე იოტის დოსოდან ნეგატიური შეფასება ან უკრაინიდან, ან ევროპიდან, ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ან კანადიდან, საიდან. არა, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მე გამიხარდებოდა რომ იქ ყოფილიყო სიტყვა სანქციები და მე ჩემი პოზიციიდან გესაუბრებ. ამაზე ცალკე ვისაუბროთ. ამას ჩვენ პარლამენტის რეზოლუციას იმიტომ არ ვიღებთ, რომ ერთ კონკრეტულ მოქალაქეს ამ შემთხვევაში თქვენ იყოთ გახარებული, ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იყოს გახარებული და ის ხალხი იყოს გახარებული, ვიზეც რეზოლუცია მიიღეთ. ანუ საქართველოს არ გაუხარდებოდა თუ იქ სანქციებს ჩადებდით? მე გეუბნებით, მე შედეგებზე გელაპარაკებ, თუზე არ გეუბნებით, არ გაუხარდებოდა, გაუხარდებოდა. ჩვენი რეზოლუციით ერთი უკმაყოფილო გინდა ჟურნალისტი შევეშვათ პოლიტიკოსებს და სახელმწიფოს მეთაურებს და მტემებს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ ჩავწერეთ შემდეგი რამ, რომ ჩვენ მოუწოდებთ დემოკრატიულ სამყაროს პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს მიიღოს ყველა შესაძლო ეფექტური ზომა. ვიმეორებ, ყველა შესაძლო ეფექტური ზომა. იმისათვის რომ დახმარება აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს, იმისათვის რომ არ დაუშვას რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, იმისათვის რომ არ დაუშვას შეერაღებული კონფლიქტი უკრაინაში, იმისათვის რომ მიაღწიოს მოხდეს საქართველოს სრული დეოკუპაცია. ერთი წამით შეიძლება. ყველასთვის, ვისაც ეს თემა აინტერესებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მოუწოდებთ მთელ მსოფლიოს და მათ შორის მორძილად მოთამაშეს ევროკავშირთან, რომ მიიღოს ყველა ეფექტური ზომა აი ამ მიზნების მისაღწევად. არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად. და ეხლა ვისაც ქართული ენა ესმის, თუნდაც ელემენტარულ დონეზე იმ ხალხსაც მიმართავ, იმიტომ რომ ყავს ქვეყანაში ხალხი, ვინცაც შესაძლოა ქართული განათლება არ აქვს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მსოფლიო მიიღე ყველა შესაძლო ეფექტური ზომა აი ამების მისაღწევად. ეს არის უფრო ძლიერი, მძლავრი, ყოვლისმომცველი განცხადება და ყველაზე უფრო ძლიერი ნათქვამი ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა, თუ ის რომ მსოფლიო შემოიღე სანქციები იმისათვის რომ რუსეთმა ეს არ გააკეთოს. არა, რუსეთის წინააღმდეგ. თუკი ქალბატონი, თუკი თქვენი თანაპარტიელი ქალბატონი თინა ხილაშელი ითხოვს ვერ ხვდებით ამას, ვერ ხვდებით ამას, მართლა მაინტერესებს, რომ ჩვენი ნათქვამი, რომ მსოფლიო მიიღე ყველა შესაძლო ეფექტური ზომა აი ამების მისაღწევად, მოიცავს დიახ ჩემი თანაპარტიელის ქალბატონი თინა ხილაშელის მიერ ევროსაბჭოს სანქციების მოთხოვნის დაყენებას.
არ მოიცავს ამას? კი, მაგრამ რატომ არ იყო ეს პირდაპირ ნახსენები მაშინ, როდესაც ესე იგი, ზუსტად ასეთი, ზუსტად ამ დონეზეა მსჯელობა. პრობლემა იქნებოდა ამის ხსენება. ზუსტად ამ დონეზეა ქალბატონო. პრობლემა იქნებოდა სანქციების ხსენება. პრობლემა რა არის გითხრათ? პრობლემა რა არის გითხრათ? დიახ. რომ როდესაც მე ვამბობ, რომ პარლამენტმა ჩაწერა თქო რეზოლუციაში, რომ სოფლიო მიიღე ყველა შესაძლო ეფექტური ზომა ამის გასაჩერებლად, ეს ჩაწერა თქო და პრობლემა ესაა, რომ თქვენ მეკითხებით, რომ სანქცია რო ჩაგეწერათ, პრობლემა იქნებოდაო? აი რა არის პრობლემა? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს მარტო თქვენ რო იყოთ, რა უჭირდა ამას? ჟურნალისტი ბრძანდებით, განათლებული ქალბატონი, ერთი ადამიანი ამაზე ლაპარაკობს, რა პრობლემა? მაგრამ ესე იგი, საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც გუშინებარა ეს ქვეყანა და მეუბნებია, რომ ხვალაც მინდა ჩავიბაროთო და ეს ხალხმა განაწყვიტოს, ვინ სადრას ჩაიბარებს. ის ხალხიც და ვინც წვეთდა საქართველოს ბედს 2008-ში, 9-ში, 7-ში, 6-ში, 11-ში. აი ეს ხალხიც ეს ემსჯელობს, რომ სოფლიო მიიღე ყველა შესაძლო ზომა. ეს არის მიუღებელი და სოფლიო დაუწესე სანქციები რუსეთს, ეს არის სწორი. აი ამაზე კითხვა რო გიჩნდებათ, ეს არის პრობლემა, მაგრამ მე ამის თაობაზე მივმართე ჩემს კოლეგა ოპონენტებსაც, რომ კარგი ამბავი ისაა მეთქი, რომ ეს თქვენი პრობლემაა, რომ აი ამ ტიპის ვერ და არ გაგებას ვითომ, სინამდვილეში ძალიან მარტივად ყველაფრის გაგებას. მე მარტივად მესმის სამწუხაროდ. აი თუ მარტივად გესმით, მე იმიტომ რომ უკრაინაზე ვფიქრობ და ქვეყანაზე ვფიქრობ და ჩვენს შვილებზე ვფიქრობ და გვევალება რომ თქვენც ვფიქრობ და მეც ვფიქრობ და აქედან გამომდინარეა. რომ მე აღარ მივდივარ იმის გაშიფრაში, რომ კიდე უკეთ დაგანახოთ, რას ნიშნავს სოფლიო მიიღე ყველა შესაძლო ეფექტური ზომა, ეს ფრაზა, რატომ და რითია უკეთესი და უფრო ძლიერი და უფრო ტევადი და მომცველი სანქციისაც და კიდე რაღაცეებისაც, რომ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ სწორედ უკრაინაზე და ქვეყანაზე ლაპარაკობ. ყველა სხვა შესაძლო ზომა რო ჩაგეწერათ. იმიტომ რომ ასეთი ახირება და ამიტომ ბედნიერი გახდებოდით ქალბატონთან, ამიტომ უნდა ჩაგვეწერა. მარტივად თქვით რომ კარგი იქნებოდა. იმიტომ რომ ვიღაცას თავში ეს ასე მოუვიდა. ვიღაცას არა, საპარლამენტო ოპოზიციას, რომლის არსებობაც, ძლიერი ოპოზიციის არსებობა, მისი ლეგიტიმაციის აღიარება, ქართული დემოკრატიის ამოცანა. მე ვერ უზრუნველყოფ ძლიერ ოპოზიციას. აი ზუსტად მის შესაძლებელი ამბობდა ხოლმე. ოპოზიცია, რომელიც ასე ფიქრობს და ასე იქცევა, რომ სოფლიო მიიღე ყველა შესაძლო ზომა, ვერ ხვდება და ვერ ხედავს რატოა ეს ყველა შესაძლო. ჩაგეწერათ ერთობლივ რეზოლუციას ხომ მიიღებდით და ეს ხომ უკეთესი იქნებოდა ყველა. აი ბაბაშია საქმე. აი მე ვეღარ ვთქვით. უკეთესი იქნებოდა რომ თქვენ იქნებოდეთ ყვაყოფილი, ხლა? არა, ერთობლივ რეზოლუციას მიიღებდით და საქართველოს პარლამენტი მიუხედავად შიდა დაპირისპირებებისა, ძალიან რადიკალური ვთქვათ ურთიერთ რაღაც დებატებისა და ასე შემდეგ შეთანხმდებოდა რომ უკრაინის მხარდაჭერაში ჩვენ ვართ ერთიანი. ნაციონალური მოძრაობა მოითხოვდა რომ სანქციები რუსეთზე ტარგეტირებული სანქციები იყო განსაკუთრებული გზავნილი რომელიც უნდა ჩაგვეწერა იმ მომენტში როდესაც ეცეცოთ მეც დავამთავრებ შეკითხვას. რას დავამთავრეთ? ნაციონალური მოძრაობა რაც ვერ დავამთავროთ, თქვენ ახლა დავამთავრეთ რა აზრია? არა, მე დავამთავრებ ჩემს შეკითხვას. იმ მომენტში როდესაც ობამამ გამოსცა ზუსტად იგივე რეზოლუცია სანქციები. როდესაც მე საქმე მაქვს ასეთ ხალხთან, რომელიც ვერ თუ ვერ ხვდება, მაშინ კიდევ უარესადაა საქმე. მაგრამ კარგად ხვდება, რაშია საქმე. და კიდევ რა მოიაზრება სოფლიო მიიღე ყველა შესაძლო ზომა. და რატომ არის ეს უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ტევადი, უფრო სწორად ნათქვამი, უფრო კარგად ნათქვამი, უფრო ყველაფრის შემცველი, იმისთვის რომ მერე ხიდაშელმა იქ სანქცია მოითხოვოს, მერე იქ ვიღაცამ კიდე სხვა რამე მოითხოვოს და კიდე სხვა რამე და სხვა რამე მოითხოვოთ, რაც იქნება ეფექტური. აი ამას რომ ან ვერ ხვდება, ან არ ხვდება, ან კიდე უარესი შეგნებულად აკეთებს ამას. აი ეს არის პრობლემა. მაგრამ მე ვუთხარი ჩემს კოლეგებს. ვუთხარი ყველას და კიდევ ვიმეორებ. კარგი ამბავისაა, რომ ამ ტიპის აზროვნება და ამ ტიპის სიღრმეებით ქვეყნის მართვა ეს აღარ არის ამ ქვეყნის პრობლემა. ეს არის იმ ხალხის პრობლემა, რომელიც აქ დარჩა. რომელიც აი აქ გაჩერდა და ასე უყურებს, ესე იგი, სოფლიოს. სიტყვაზე ახირებით, მაშინ, როდესაც კიდევ ვიმეორებ, აი რამდენიც უნდა ვისაუბროთ ამაზე. მე ვერ მათქვევინებთ კიდევ უფრო დეტალურად იქ რა იგულისხმება და არ იგულისხმება და რატო იგულისხმება და ასე შემდეგ, მაგრამ ვისაც გაგება უნდა
ვისაც ამისი სურვილი აქვს, ვისაც არ ვიცი მართლა უკრაინა და საქართველო აღელვებს, აქ რამე ვერ გაიგოს, რატო თქვით ეს და რა იგულისხმება ამაში და რატო იგულისხმება ისიც და კიდე სხვაც. ნუ უკვე აღარ ვიცი. ვისთან მაქვს საქმე? პოლიტიკურ ოპონენტებთან თუ ვისთან, რომელიც უკვე ვეღარ გაურკვევია საერთოდ რა. კი ბატონო, მე ვისურვებდი, რომ თუ თქვენ ახირებულ ზალად მიგაჩნიათ ნაციონალური მოძრაობა და ამავდროულად მიიჩნევთ, რომ ერთობლივი რეზოლუცია მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი იყო გაჭირებაში უკრაინისთვის, თქვენ შეგეძლოთ, რომ მორალური სიმაღლის დამდგარი ხავით. მორალური სიმაღლეზე რომ დავდექ, ეხლა მაშინ გეტყვით რაღაცებს და თუ იქნებ ჯობია მოიყვანოთ პატივცემული ბაქრაძე, უცირესობის ლიდერი და ერთად გავიაროთ რაღაცები. იმიტომ რომ ამ ყველაფერში, ქალბატონო თამარ, პრობლემები რაშია კიდე იცით? პრობლემები იმაშია, რომ როდესაც ამ თემაზე მუშაობთ 2 დღის განმავლობაში, მე პირადად ბატონ ბაქრაძესთან. მე კიდე ვერ და არ ვიტყვი ყველაფერს, იმიტომ რომ არ შეიძლება ხვალაც მომიწევს მე ბაქრაძესთან მუშაობა და სხვებთან მუშაობას, ამიტომ იძულებული ვარ რაღაცები არ თქვა. ტექსტი, რომელიც დაიდო პარლამენტში, რეზოლუციის ტექსტი. საიდან მოვიდა ეს ტექსტი? აი ხო ნაციონალურ მოძრაობამ შემოიტანა. ნაციონალურ მოძრაობამ კი არ შემოიტანა. დავით ბაქრაძემ ჯერ მე გადმომიგზავნა. არაფერ არ შემოუტანია ნაციონალურ მოძრაობას იქ. ჯერ გადმომიგზავნა. 2 დღე ვიმუშავეთ ამ ტექსტზე. შევთანხმდით ყველაფერზე. პროცესზე, საკითხებზე. მივდივარ და დარჩა რამოდენიმე კონკრეტული საკითხი გასაკვირველი. არა, სანქციები საერთოდ არა. საქართველოს დეოკუპაცია? საქართველოს დეოკუპაცია, რომელიც წერია მიღებულ რეზოლუციაში. კი, ბოლოს შეთანხმებით. ბოლოს კი არა, ეგ არის ერთადერთი ტექსტი, რაც ქართული ოცნებიდან. ბატონო, ვადევნებდი თვალყურს დისკუსიას, როგორ მიდიოდა მონოპარაკებები. ხედავდი როგორ მიდიოდა. ჩემი წყაროები ხომ აქვს? წყაროებში არ არის საქმე. ტექსტი რაც დაიდო, ეს იყო ტექსტი, რომელიც წინა დღეს საღამოს, როდესაც კოლეგებთან მქონდა ბოლო საუბარი და მათ მითხრეს, რომ არა, ვერ შევთანხმდებით და რაღაცა პროცედურულ ომში აპირებდნენ გადასვლას, გამოვედი პარლამენტის თავმჯდომარის მაგიდიდან. მივმართე ყველას, მათ შორის იმათ, ვინც თვლიდი და ახლავს თვლიდა, არასწორად მიყავდა საქმე. მადლობა მოუხადე ამ პროცესში აქტიური თანამშრომლობისთვის. მივმართე, რომ მოდი ავიღოთ პაუზა და იმდენად მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენი ერთიანი პოზიციის დაფიქსირება, რომ დღეს გავჩერდეთ აქ, გავაგრძელოთ კონსულტაციები და სპეციალურად მეორე დღეს დავნიშნეთ ცნობა. ერთი წამი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, უკრაინაზე და საქართველოზე მოფიქრალ სერიოზულ ხალხს შევთავაზე, რომ ხო შეგვიძლია აგერ უმრავლესობა ვართ და ავწევთ ხელს და მივიღებთ ამ რეზოლუციას დღესვე თუ გნებავთ. არ გვინდა ეს. ამიტომ კამათის გაუხსნელად, დებატებში შეუსრულად, მოდით ეს თემა ხვალ განვიხილოთ პლენარულ ცნობას და გავაგზავნოთ კონსულტაციას. რა ხდება ამ დროს? ძალიან მნიშვნელოვანი თემები, მაგრამ ამერიკის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ესე სანახევრო დატოვება სადღაც რო უი თურმე იმას აქცია. მაგრამ ახლა შევდივართ თქვენ და ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ურთიერთობები. თქვენ არ იყავთ ამას შემოსული? მორალურში არ შემოდივარ, პოლიტიკურში შემოდივარ. აი თქვენ რაც გაგიკვირდათ, ახლა ხალხმა უნდა გაიგოს. თქვენ რა გიკვირთ, ნაკლებად მაინტერესებს. ხალხმა უნდა იცოდეს. როდესაც მე მათ შევთავაზე კიდევ ერთი ღამე მოკლედ რა? მოკლედ მომიყევით რასაწყობთ. უკაცრავად. მე მგონი მე არ შემოჭრილა რამე ეთერში და არც მე და მისვე ეგ საკითხი. არა. როდესაც ეს შევთავაზე და იღებს სიტყვას პროცედურაზე ერთ-ერთი ოპონენტი და იწყებს ავაზ, იცით რა, ჩვენ იქ ის სიტყვა. გამოვურთე მიკროფონი და ვეხვეწები, რომ ხალხო, გავაგრძელოთ კონსულტაციები. ხვალ მივიღოთ ეს ტექსტი. ამიტომ ეხლა ნუ ლაპარაკობთ იმას, რაზეც არ არის ჯერ სალაპარაკო. იმიტომ რომ უკრაინას სჭირდება ეს და საქართველოს სჭირდება ეს. და რას ვიღებთ? არა, მეორე გამოდის კიდე ლაპარაკობს და ეგრევე თავარი რაც არის, ესე იგი, თურმე ამ ცხოვრებაში, ეგრევე გამოვარდნა გარეთ და ტელეეკრანებთან რომ იცით რა, ესენი სანქციაზე უარს ამბობენ და ასე და შემდგომ. ასე იქცევა ხალხი, რომელსაც ამ ქვეყნის სამსახური უნდა, ან უკრაინის სამსახური უნდა და ან მართლა უნდა რომ ის გამოცდილება მოახმაროს ამ ქვეყანას, რაც ობიექტურად დაუგროვდა მათ. და ეხლა აქეთ მეკითხებით რომ მათი ეს ერთი სიტყვა სანქცია რო არ გავითვალისწინეთ, თურმე მე ხელი არ შევწყენ. ამერიკის შეერთებული შტატების სიტყვა, ევროკავშირის სიტყვა, ყველა სანქციებზე მსჯელობს. კი ბატონო, გადავედით. ესე იგი ყველაფერი მოისმინა, თავად დაასკვნან, მე მეტი აღარ შემიძლია მე აგიხსნათ კი ბატონო.
ამ თემაზე თუ სხვა თემაზე. თუ შეიძლება რომ მითხრათ პრემიერის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე მინდა გკითხოთ, რა კონკრეტული შედეგით ჩამოვიდა პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატებიდან? აგიხსნით რატომ გეკითხებით მეც რეალურად ვთქვათ რაც მოვისმინე არის ის რაც წავიკითხე იგივე რაც გამოქვეყნდა შემდეგ მოკლე შინაარსში შეხვედრების არის ის რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება მედიაციაში ევროკავშირთან რომ დაჩქარდეს ვიზების თავისუფალი მიმოსვლა მეორე დაეხმარება კონსენსუსის მიღწევაში მაპთან დაკავშირებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და გააღრმავებს კავშირებს სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს ამაზე კონკრეტული მე არაფერი გამიგია. ეგ თქვენ იცით, რაიმე უფრო კონკრეტული თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებისგან რას მივიღებთ, იმიტომ რომ იყო საუბარი მაგალითად თავისუფალ ვაჭრობაზე, რომელიც სააკაშვილის დროს დაიწყო, ეს ობამამ თვითონ თქვა, რომ დავიწყოთ საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით და ნუ ამის შემდეგ თქვა 2 წელი გავიდა დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ ეს 5 წელი არ იქნება, მაშინ როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ თქვა 2-3 წელიწადში ხდება ხოლმე ამ პროცესის დამთავრება, იგივე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, მაგალითად ისრაელთან 1 წელიწადში დაასრულა. მაგალითად იგივე ლათინური ამერიკის 5 ქვეყანასთან ბუშმა 2002 წელს გააკეთა განცხადება, რომ ინიციატივით გამოვიდა 2004 წელს უკვე ხელი მოეწერა. ასე რომ არის ესეთი მაგალითები, თუ კარგად ვიმეორებ. ერთი წამი კითხვას დავასრულებ. ზოგადად როგორ ფიქრობთ, რამდენად აინტერესებს საქართველოს მთავრობას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ დღეს გაირკვა, რომ პრემიერმა ისიც არ იცის ვისთან აქვს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა, მან თქვა, რომ მხოლოდ 2-თან აქვს სავაჭრო ურთიერთობა, ევროკავშირთანო და ისრაელთანო. რეალურად ევროკავშირთან მხოლოდ მოლაპარაკებებშია და 20 ქვეყანასთან აქვს, მათ შორის არის ისრაელი, სინგაპური, ლათინური ამერიკის ქვეყნები და ასე შემდეგ. რამდენად არის ეს ინტერესი, რამდენად იყო მომზადებული პრემიერი ამისთვის თქვენი აზრით, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული დაპირება მიიღო? ესე იგი, 24 წელია ტელეეთერში ვარ. და იშვიათად მიჭირს ხოლმე კითხვის გაგება. ესე იგი დავიწყეთ იმით, რომ რა ჩამოიტანა კონკრეტულად იქიდან. გავათავეთ იმით, რომ თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმება როდის იქნება და როგორ იქნება. დავიწყოთ ბოლოდან თქმა, თუ თავიდან დავიწყოთ. დავიწყოთ. თემა, რომელიც ესე იგი აღმოაჩინეთ, ასე ჟღერს, მოდის ვიხდი, რომ კომენტარს ვაკეთებ ამის უფლებაც ალბათ რესპონდენტს არ აქვს, მაგრამ ესე იგი აღმოაჩინეთ თურმე პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე კომენტარი ვერ გააკეთა სწორი, ან თქვა, რომ ეს არის როც იქნება და ასე შემდეგ. მე გეტყვით ერთ რამეს, რომელსაც სხვა შემთხვევაში არ ვიტყოდი, კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ საქმის ინტერესიდან გამომდინარე ვსაუბრობ, მე გეტყვით იმას, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა. ძალიან დიდი მადლიერებით შეხვდნენ იმას, რომ ნახეს საქართველოსდან ჩასული ქვეყნის ლიდერი და მმართველი, რომელიც საქმეზე საქმიანად ელაპარაკებოდა და არ იქცეოდა ისე როგორც მოიქცა წინა ლიდერი ზუსტად ამ თემაზე. ერთი წუთით რა. თქვენ აკეთებთ ამ აქცენტს, რომ აი ხო თქვა 2 წლის წინ ხო უკვე იყო და ეხლა აღარ არის. 2 წლის წინ თქვა, ობამამ თქვა, წინა ლიდერი რა შუაშია. ობამაზე ვსაუბრობთ, ობამა ისევ პრეზიდენტია, ობამა შედგა ღარიბაშვილი. ყველა ვიზე საუბრობთ და ობამაზე ვსაუბრობთ, ობამამ თქვა ეს თავისი პირით. და ეხლა აღარ თქვა და რატო არ თქვა? გეუბნებით, რომ ის რაც ირაკლი ღარიბაშვილს უთხრეს, არა ობამამ, მაგრამ არც ნაკლებებმა რომ ბოლოს და ბოლოს ვეღირსეთ იმას რომ საქმიანი საუბარი შედგა ამ კონკრეტულ თემაზე იმიტომ რომ სწორედ 2 წლის წინ ამ საკითხზე საუბარი არ ქონდა დამთავრებული რომ დიახ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი რომ გამოვიდა მაშინდელი ლიდერი და რა ვქნა თქვენ მიდიხართ იგივე 2 წლის წინ ეს იყო
გამოვიდა და მსოფლიო სამწუხარო ეს უკვე ესე იგი აგერ მიღწეულია და აგერ ხვალ და ზეგ ეს ამბავი იქნება. თქვენ არ გესაუბრებით, მე გესაუბრებით. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქალბატონ თავი გეუბნებით, რა ჩამოიტანა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა ჩამოიტანა ამერიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების და თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე რეალური საქმიანი მოლაპარაკებები, რომლებიც დაიწყო ეხლა და რომელიც მანამდე იყო წმინდა პიარული ამბავი. აი ეგრე ეს ამბავი. ეხლა როცა საუბრობთ, რომ აი ის რამე ერთ წელიწადში მიიღო. საქართველოს რატო ვერ მიიღო 2006 წელს? ან 2009 წელს, ან 2012 წელს. 2012 წელს გაჟღერდა ეს პირველად. და მანამდე რატო არ გაჟღერდა? თავრობას არ სურდა ეს ამბავი. თქვენ რომ ამბობთ, რომ როგორ ღარიბაშვილს არ უნდა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა. 2012 წლამდე არ უნდა და საქართველოს ამის გაკეთება. როგორ ფიქრობთ? ალბათ უნდა და თუ არ უნდა და. ხო, გასაგებია, მაგრამ 2012 უნდა და თუ არ უნდა და. არა, ალბათ უნდა და 2012 წელს მიაღწია. მანამდე საერთოდ რატო არ ითქვა ეს ამბავი? 2012 წელს ხომ ითქვა? 4 წელი მიდიოდა თუ 9 წელი მიდიოდა, ამაზე ლაპარაკი რომ თქვა, თო? 2012 წელს პირველად და მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა ახსენა საქართველოს მანამდე რა მოხდა მაგას რა მნიშვნელობა დღევანდელზე ვლაპარაკობთ იგივე ამერიკაში ახლა თქვენ რომ მეუნებით აი ამერიკაში მოგვიწონეს ეს იგივე ამერიკაში გეუნებიან რომ წინ იყურეთ უკანყურების მაგივრად თქვენ იყურებით უკან ქალბატონო არ ვიყურები უკან მე 2 წლის წინ იმან რო თქვა ასეო 2 წლის წინ ამერიკის პრეზიდენტი იყო 2 წლის წინ ობამა დღესაც არის ობამა 2 წლის წინ თქვა ამ კაცმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბას გეუბნებით თუ მომისმენთ კითხვა რა ჩამოიტანა ირაკლი ღარიბაშვილმა შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ კავშირ ურთიერთობაზე და ამის გაღრმავებაზე გეუბნებით კონკრეტული საქმიანი მოლაპარაკებების დაწყება რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ძალიან გაუხარდათ იმიტომ რომ დღემდე საქმიანი საუბარი ამ თემაზე ვერავისთან ვერ მოახერხეს. კი ბატონო, საქმიანი საუბარი ვერ ჩამოიტანა კონკრეტულად ამ საქმეზე. კი ბატონო, საქმიანი საუბარი საქართველოს საგარეო უწყებასთან მანამდე ვერ ხერხდებოდა, ახლა ხერხდება. არა საგარეო უწყებას არ უნდა. ნუ კოორდინატორი ვიცით, კი ბატონო. იმიტომ რომ ყველა თემა იყო 5 წუთიან პიარზე გათვლილი, სამწუხაროდ და ეხლა ეს ასე აღარ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონატანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რა დანარჩენ თემებს რა ჩამოთვალეთ? რა ჩამოთვალეთ? ჩამოიტანა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკულად ყველა გავლენიანი პოლიტიკოსი თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა პრემიერ-მინისტრს არა როგორც რაღაც გაცნობით ვიზიტზე რაღაცა მოდი შევხედოთ რა იქნება, როგორ იქნება და ამ შემდეგ, არამედ შეხვდა როგორც პარტნიორს, რომელთანაც ძალიან კონკრეტული მიმართულებებით დაიწყო მუშაობა. განათლების სფეროში, ეკონომიკის სფეროში, სამხედრო სფეროში, პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით ნატოსკენ ინტეგრაციის თაობაზე, მაპთან დაკავშირებით, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული გზავნილები და შეთანხმებები, რომელიც ერთი შეხვედრიდან თუ რამე შეიძლება ჩამოიტანოს საქართველოს დღევანდელმა თუ მომავალში თუ წარსულში ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი აზრით ჩამოიტანა ამისი მაქსიმუმი. ეს იმიტომ რომ ეს არ არის ღარიბაშვილის დამსახურება, ჩემი დამსახურება, მხოლოდ წინა ხელისუფლების დამსახურება, ეს არის დამსახურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა ქართული საზოგადოების განწყობა, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატებისადმი და ზოგადად ამ კურსისადმი. იმიტომ რომ თუ იყო ასეთი განცდა, რომ საქართველოში არიან პროდასავლური ძალები, რომლებსაც ქვეყანა წინ მიყავთ, ზოგჯერ დიდი წარმატებით, ზოგჯერ ნაკლები რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აი მიყავთ სადღაც სწორი მიმართულებით. და არიან ძალები, რომლებიც თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, იქ მიანგმოაგრებენ ყველაფერს და ქვეყანასაც სადღაც სხვაგან წაიყვანენ, ეს მითი, ეს სტარი წარმოდგენა, რომელიც იყო შექმნილი, მათ შორის შეერთებული შტატების გარკვეულ წრეებშიც, ის რომ დაინგრა ამან ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის დღევანდელ ხელმძღვანელობას, რომელიც საწყის ეტაპზე არ გამოირჩეოდა საქართველოს ხელისუფლებისადმი ესეთი ხაზგასმული ჟესტებით და მასთან ურთიერთობით და ამას ჩვენს ლიდერზე არ ვლაპარაკობ ახლა, მე ამერიკის დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობ მაშინ, დღევანდელი მდგომარეობით საქართველო როგორც ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლებით, მომავალი ხელისუფლებით, როცა ოდესმე სხვა ხელისუფლება იქნება რომელიმე არჩევნების შემდეგ, ეს ხდება ამერიკის შეერთებული შტატების უკვე ისეთი ნაცადი და საიმედო და მყარი პარტნიორი, რომელთანაც ბევრ სხვა თემაზე შეიძლება საუბარი. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების
ბიზნესის მონაწილეობა ქართულ ეკონომიკაში რჩებოდა პრაქტიკულად მინიმუმის დონეზე, ეს იყო ბევრი წლების განმავლობაში. მე პირადად შარშანამ დროს ვიყავ დაახლოებით შეერთებულ შტატებში და პრაქტიკულად ყველა შეხვედრას ან მომთავრებდი, ან ვიწყებდი ამ ფრაზით. თანხუმრობით, მაგრამ თან მინდოდა ჩემს კოლეგებში და პარტნიორებში ცოტა ისეთი გამეღვივებინა რაღაცა. თითქოს სიცხვილის განცდა, რომ მაკდონალდი რჩება თქო ამერიკული ვთქვათ ბიზნესის და ინვესტიციის ფლაგმანად ჯერ კიდე საქართველოში რო გააჩერო კაცი და კითხო რა აბა ამისთანა მეგობარი რო ყავს ამერიკა კონკრეტულად ბიზნესში და ეკონომიკაში რითი გამოიხატება, რომ მაკდონალდია ჯერ კიდე თქო და ამიტომ უნდა მეტი ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და მეტი გავაკეთოთ. უტრირებულად თქო უნდა ხო თქვი ნახევარფურო. კი ბატონო, ცოტა დრო ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების პროცესით. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულება და თანამდები სხვა დოკუმენტები, კერძოდ სავაჭრო ურთიერთობების სფეროში, ეს ხელს შეუწყობს დაჩქარებას ამ პროცესის და არა პირიქით. ამიტომ ჩვენ ოპტიმისტურად უყურებთ ამ ამბავს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი, ჩემი აზრით, როგორც შეფერის პასუხისმგებლიან პრემიერ-მინისტრს, მან განაცხადა, რომ უნდა ვიყოთ რეალისტები და 6 თვეში გვექნება ეს ხელშეკრულება, ეს არ არის რეალისტური, მაგრამ ჩვენ ეს გვექნება და ამაზე ვმუშაობთ და ამაზე ვიმუშაობთ. შეიძლება 5 წელი არ ქონდეს როგორც ღარიბაშვილი ამბობს. როგორც 10 წელი არ ქონდა მანამდე, რატო არ ქონდა? კი ბატონო, დაწყებული არ იყო ამ თემაზე საუბარი და იმიტომ დაწყებული არ იყო, რომ ამერიკას ინტერესი არ ქონდა. ამერიკას ინტერესი არ ქონდა. რას ლაპარაკობ? ჯორჯ ბუშს საკლდა რამე საქართველოსთან მიმართებაში? ყოველ შემთხვევაში რომ ამ მიმართულებით ინტერესი არ. მაკეინს საკლდა საქართველოსთან რამე? კარგი, დავანებოთ თავი ამერიკის ვიზიტის თემას ვაგრძელებთ. კი ბატონო, ამერიკის ვიზიტის თემას ვაგრძელებთ. თუ შეგვიძლია რომ ვთქვათ, იქ ჩასულ ღარიბაშვილს უთხრეს რომ რამ ელაპარაკდნენ იმაზე თუ რა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ძლიერი ოპოზიცია. იგივე თეთრი სახლის მოკლე შინაარსი შეხვედრის ოქმი რო გამოქვეყნდა, იქაც ერთ აბზაცად იყო ყველა ლიდერთან ურთიერთობის მნიშვნელობა, კანონის უზენაესობის მნიშვნელობა და ასე შემდეგ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ესტონეთის პრემიერი როცა ჩადის იქ ამ თემაზე მას არ ესაუბრებიან. როგორ ფიქრობთ, როგორ გაიგო ეს ღარიბაშვილმა, იმიტომ რომ ამერიკიდან ჩამოსული ისევ იგივენაირად საუბრობს, აი ბიზინა ივანიშვილივით, აი ასეთი ოპოზიცია არ მინდა, ასეთი მინდა, ცოტა აი ოქროს თევზები მინდა, აი ამას გავს, ეხლა ცოტა მე მართალი გითხრათ ამის დაბეჭდილება დამრჩა და ზოგადად მაინტერესებს, რამდენად კონსოლიდირებულები ხართ თქვენ და ბატონი ღარიბაშვილი დემოკრატიის ძირითადი პრინციპების გარშემო, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენი ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან სალომე ასათიანთან, სადაც თქვენ თქვით რომ ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. სხვა საკითხი ისინი თვითონ მოახერხებენ თუ არა გადარჩენას, ესეც გქონდათ. კარგად გქონდათ დასაბუთებული ძალიან, რატომ არ უნდა აიკრძალოს, რატომ არ უნდა გამოცხადდეს კანონ გარეშე ეს სწორისა. ამ დროს ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ეს არ არის მისთვის ოპოზიცია, ისინი საერთოდ შემთხვევით არიან მოხვედრილები პარლამენტში, ეს კონსტრუქციული ოპოზიცია არ არის, ამის შესახებ ამერიკაში ყველა მიცის უკვე და საერთოდ მე არ მინდა მაგათთან ურთიერთობა და მინდა რომ აი პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია იყოს ჩემი ოპოზიცია. თუ შეგიძლიათ რომ ამაზე მითხრათ ერთი-ორი სიტყვა, როგორ გაიგო ეს ღარიბაშვილი? ხედავთ თქვენ სერიოზული ის გაქვთ სურვილი რომ ამ სავარძელში ბატონი ღარიბაშვილი იხილოთ და მასთან ესე იგი არა, თქვენი ციტატაც ხომ მოგიყვანეთ? არა, კი, მაგრამ მე მგონი ბოლო რაღაც 20 წუთი აქვს საუბრობთ სწორედ ღარიბაშვილზე, მის გამონათქვამებზე და შემდეგ. რა თქმა უნდა, მე როგორც გუნდის წარმომადგენელი, მზად ვარ ნებისმიერი კითხვა მივიღო დასმული ჩვენი გუნდის მიმართ, ისე როგორც ღარიბაშვილი ამზად, მაგრამ მე არ ვიცი, გირჩევდით რომ კონკრეტული კითხვები, კონკრეტულ რესპონდენტებს დავუსვათ, ალბათ უკეთესია. ამასთანავე გაგიკვირდებათ, მაგრამ ორივე მართლები ვართ. მეც და ღარიბაშვილიც. აბა როგორ? და არ გამორიცხავს ეს ერთმანეთს. მომიყევით. არანაირად არ გამორიცხავს ეს ერთმანეთს, როდესაც პოლიტიკური ძალის ლიდერი გამოდის და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკურენტი პოლიტიკური ძალის მიმართ, სხვა პოლიტიკური ძალის მიმართ. და მას აქვს თავისი წარმოდგენა და შეხედულება იმაზე თუ როგორია ეს ძალა, რა ემსახურებოდა, ან დღეს როგორია, ან მისი მომავალი როგორია და ასე შემდეგ. ნუ მე ამას ვიღებ ისევე და ახლა მე თვითონ წარსულში როგორ რატომ მიდიხარ, რა ვქნა, წარსულია, ახლა ჭახქროს ხედავთ, იმიტომ რომ წარსული. თქვენ კარგები ხართ. მე ზუსტად ისე ვიღებ ამას. თქვენ რომ კარგები ხართ, იქიდან გამომდინარე მელაპარაკეთ. მე ისევე ვიღებ ამას, ძალიან მშვიდად, როგორც მაგალითად რესპუბლიკურ პარტიაზე. შორს ვარ წავიდე. როგორც რესპუბლიკურ პარტიაზე დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც, 20 წლის წინაც, 30 წლის წინაც იყო ხალხი, რომელიც ასე ლაპარაკობდა. მერე ისტორიამ, არჩევნებმა, არ ვიცი, ბევრმა რამემ
გაარკვია ვინ თუმცა თქვენი ლიდერები კომუნისტების მერე ციხეში არ ჩაუსვამთ არა? როგორ? თქვენი ლიდერები კომუნისტების მერე ციხეში არ ჩაუსვამთ არა? ვერ გავიგეთ პოლიტიკურ ძალას თქვენი ლიდერები ციხეში არ ჩაუსვამთ. უკაცრავად ჩემი ლიდერისგან მოპარული მილიონების თაობაზე გაგიგიათ რამე რომ ვინმე ეჭვი შეეტანა ამაში რომ რომელიმე ჩემმა ლიდერმა ხაზინიდან მილიონები წაიღო უკაცრავად რომელიმე ჩემი რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მიმართ ვინმესგან დასაბუთებულზე არ გეუბნებით ეჭვის თვალით ან ეჭვად გაგიგიათ რომ ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზატორი იყო რომელიმე რესპუბლიკური პარტიის ლიდერის მიმართ გაგიგიათ ის ამბავი რომ არჩევნებს აყალბებდაო რომელიმე რესპუბლიკა გავაგრძელო ესია ეს გინდათ თუ გნებავთ გაგრძელოთ უბრალოდ დროს დავკარგავთ რა კითხვა ეგა რომ უიმე რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ციხეში არ ყოფილან და რატო უნდა ყოფილიყვნენ იქნებ ეს მითხრათ და თუ ვინმე ციხეშია და თუ ვინმეზე ეჭვებია რატოა ეჭვები იქნებ ეს მითხრათ ეს არის თქვენი სტანდარტი ესე იგი პოლიტიკური იმის რა თქმა უნდა თქვენი იურისტების ზანდებით შესაბამისად თქვენთან იოლად გამომივა საუბარი იოლად გამოგივა საუბარი ქალბატონო თავარ კორექტული საუბარი არაკორექტული საუბარი არაკორექტული რა გითხრათ გეტყვით რატო ბრატ აბა კითხვა გაიმეორეთ შეიძლება გაიმეოროთ მე არა საზოგადოებამ გასაჯოს ეს აბა ბატონო თქვენ მადარებთ მე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს იმათ და იმ ქმედებებს რაზეც საუბარია და რაზეც გამოძიება და რაზეც ვინმე შესაძლოა საპატიმრო ადგილებში თქვენ ხართ დღეს ხელისუფლება რესპუბლიკური პარტია ხართ ხელისუფლება და ის ძალა რომელზედაც თქვენ რომელზედაც ის ძალა ხელისუფლებაში ყოფი ამას ჩადიოდა თუ იმას ჩადიოდა თქვენ ამას ადარებთ იმას რომ კომუნისტების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ციხეში არავის ჩაუსვიაო უკაცრავად რას ქვია არ უბრაზობ კაცო ნუ ბრაზობთ თუ შეიძლება ეხლა მე თქვენ ქალბატონო თამარ ბრაზობ გიდასტურებთ, იმიტომ რომ როდესაც თქვენ მე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე აღარ ვარ, მაგრამ ვარ ისეთი აქტიური წევრი, როგორც ვიყავი დღემდე. როდესაც თქვენ მე ასეთ კითხვას მისვამთ ამ კონტექსტში რომ კომუნისტების შემდეგ რესპუბლიკის ლიდერები ხო არავინ ჩაუსვია ციხეში ერთი წუთი ლაშანაშვილი ხო იყო რესპუბლიკური პარტიის კითხვას როცა მისვამთ ამას რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ციხეში ხო არავის ჩაუსვიაო ამას რომ მეკითხებით ვინმე ციხეში ჩაუსვამს მიუხედავად იმისა რომ მას ძალიან ესეთი წარსული აქ იგივე რომ ამოიღოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები მაშინ როცა ის უშიშროების უწყებაში მუშაობდა ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კუთხით ყველაზე და არა ის ხალხი ვიზეთ ახლა მიანიშნებთ და თქვენ მეუბნებით რომ მე რაშუაში ვარ ნაციონალური მოძრაობა მე ჟურნალისტი ვარ და გეკითხებით. გეკითხებით თქვენ ბრაზობთ თქვენ ამბობთ რომ რატომ მადარებთ მაგრამ მე ვთვლი რომ ხალხ შენაცვლისის თან შედარებაზე შეიძლება ვინმე გაბრაზდეს ნაციონალურ მოძრაობაში რომ შევადარო 9 ჯერ მითხრათ და კარგად თუ დაფიქრდებით თქვენვე გაბრაზდებით მე დარწმუნებული ვარ მაგ კითხვაზე. კომუნისტების შემდეგ რესპუბლიკური ლიდერები ხო არავის დაუკავებია და ციხეში ხო არავის ჩაუსვია და ამაზე მელაპარაკებით ახლა. რა დაუკავებიათ. მადლობა ქალბატონო თამარ, მადლობა თქვენ და ყველას ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ჩაესვათ ციხეში და არ ჩასვით ციხეში, მაგრამ კიდე გეუბნებით რომ მითხარით რომელი რესპუბლიკური ლიდერი იყო ეჭვმიტანილი იმაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა. კი ბატონო, გაგისახელეთ კონკრეტული გვარი, რომელის მიმართაც არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ თავის დროზე, როცა ის ხელისუფლებაში იყო, ძალიან ცუდ დანაშაულებს ჩადიოდა და შემდეგ კითხვასაც დაგისმევთ, თუ შეიძლება. იგივე თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ეუბნებით საზოგადოებას, რომ საქართველოში პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას კითხვები აღარ აქვს. მაშინ, როდესაც ჩვენ აი თუნდაც 2 დღის წინ გამოქვეყნდა სხვადასხვა ტონალობაში ეს ყველგან ისმის, იგივე ისიც რომ ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისთავად. ამაზე მინიშნება იყო კერისგან, სხვა არაფერი და 2 დღის წინ თუ 3 დღის წინ გამოქვეყნდა სახალხო პარტიის თავმჯდომარის და ევროპარლამენტში სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის წერილი სადაც ის პირდაპირ ლაპარაკობს იმაზე, რომ ქართული ოცნება დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს. ამასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რომ განმარტებები გავაკეთოთ ორ ნაწილად გავყოფ მე ჩემს პასუხს. პირველი უბრალოდ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს სწორედ ის პარტია, სახალხო პარტია ევროპის და მისი ლიდერი მართალია ახლა ახალი ლიდერი აირჩიეს და მე მას წარმატებებს უსურვებ პარტიაშიც და ევროპაშიც და ევროპას ჭირდება აშკარად ძლიერი და ახალი ლიდერები და მე მოხარული ვიქნები თუ სახალხო პარტიის ახალი ლიდერი იქნება ასეთი, მაგრამ მე უბრალოდ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეს ის პარტიაა და ეს ის თანამდებობა, რომელიც გარდაცვალებამდე ეკავა სხვა პირს, რომლის განცხადებები გვახსოვს იმის თაობაზე, რომ ევროპა, ამერიკა, მსოფლიო გამოიღვიძეთ
თორემ მოვიდა საქართველოში ძალა, რომელიც შეაბრუნებს ქვეყანას ნატოსგან და წაიყვანს რუსეთში. ხალხო, გამოდით, თორემ რუსეთის ოლიგარქი მოვიდა და საქართველოს ჩააბარებს რუსეთს. ნატოში რომ ეს ესე იგი, მე შეგახსენებთ, რომ ეს ის პარტიაა სწორედ, რომელიც ამაზე ლაპარაკობდა. მანუელ ბაროზო, ანგელა მერკელი. უკაცრავად, მე პარტიის ლიდერზე გეუბნებით, ეს განცხადებებზე გეუბნებით, რომელიც მან გააკეთა და ბაროზოს განცხადებები თუ გაინტერესებთ, ნახეთ, საქართველოსზეც და ხელისუფლებაზეც და ყველაზე. კი ბატონო, ამიტომ მხოლოდ ამას შევახსენებ საზოგადოებას, რომელ პარტიაზეა საუბარი, რომელიც რითი იყო დაკავებული ბოლო 2 წლის განმავლობაში და რა ლაფს არ ახსავდა ამ ხელისუფლებას თავზე. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ არაკრედიბილური არის, არადამაჯერებელი არის ეს. შემდეგი გეტყვით, გამოტვით თამარ. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოში პოლიტიკურად არ გეგმება. შემდეგ, ეხლა ერთი წუთი მეორე ნაწილზე გადავდივარ შეკითხვის. მე ძალიან მწუხვარ და ძალიან მაშფოთებს ის ამბავი, რომ უკვე დიდი ხანია, რამოდენიმე თვეა არავინ მე აღარ მელაპარაკება იმაზე ოფიციალურ შეხვედრაზე, ყავაზე, ვახშამზე და ასე შემდეგ. არავინ აღარ მიხსენებს რაიმე კონკრეტულ გვარს იმის თაობაზე, ხომ არ არის აქ პოლიტიკური დევნა და ასე შემდეგ. რასაც საჯაროდ ხედავთ, იმაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყავაზე, რაც გეუნებიანი ხვალით. ერთი წუთით შეგიძლიათ გადაამოწმოთ ესევს ეთერში არ მინდა გვარებს და სახელებს ჩამოგიწერთ იმ ხალხის, ვინც ყოველთვის თან მახლავს ხოლმე ოპოზიციიდან სხვათა შორის, ყოველთვის, ვახშამზეც, ოფიციალურ შეხვედრაზეც და ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი კიდაღაც კამიდან გადავარდა, როდესაც ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ხო, აქ იყო განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ცვლილება შესაძლოა მოყოლოდა რაღაცა გარკვეული რეპრესიები ოპონენტების მხრიდან და მას შემდეგ, როდესაც ხედავთ, რომ ეს არ ხდება, ამიტომ დავშვიდა ევროპას და ჩვენцо და ის ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი მერე დაგიწერს თქვას სახელს და გადაამოწმეთ. არა, თუ გსურთ რომ გაარკვიოთ. რომ როგორ ჩვენთან პრემიერ-მინისტრი დაკავებულია და ეგრე არ არის საქმეო. და მეც შევეშველე, რომ კი მეთქი არც ესეა საქმე, არის ხალხი, რომელსაც კონკრეტული ბრალდებები აქვს და მიმდინარეობს პროცესები. საჯარო განცხადებებზე გამოსავალ. საჯარო განცხადებები, კი ბატონო, საჯარო განცხადებები, რომელი ქვეყნის ან პრემიერ-მინისტრის, ან პრეზიდენტის, ან არ ვიცი, საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ნახეთ თქვენ ის ამბავი, რომ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიებია და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებული. საქართველოში პოლიტიკური დევნის რისკი რომ არსებობს, ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები, არამედ ადგილობრივი ორგანიზაციებიც. ეხლა ჩამოვედით, ესე იგი, შემიძლია რომ ჩამოგიტანოთ. ევროპიდან ჩამოვედით ადგილობრივი ორგანიზაციებამდე, მაგრამ მე მათქმევინეთ რა მაღელვებს რა. კი ბატონო, მითხარით და მე მეკითხი. რითი დავიწყე? მე ეს მაშფოთებს თქო. და მე ეს მაღელვებს. და ვეუბნები იმათ, ვისაც ხვდები ყოველთვის. რომ დიახ, კარგადაა საქმე საქართველოში, გაცილებით უკეთაა ვიდრე იყო. თქვენ შეხვედრებზე ელაპარაკებით. მე საჯარო განცხადებებზე გელაპარაკებ. მეუბნებოდით შიდა შეხვედრებზე, ვის რას ეუბნებით უკრაინაზე მითხარიო. ეხლა როცა გეუბნებით რაღაცებს, მეუბნებით რომ საჯარო. მე გეუბნებით რა განწყობაა და ჩემსაც გეუბნებით. არ მიხარია მეთქი, რომ სოფლიომ ისევე მარტივად შეხედოს საქართველოს, როგორც ეს გააკეთა 2003-4 წლებში და ჩათვალა, რომ უკვე კარგი ხალხი მოვიდა აქ და რაღაც საჭიროა მონიტორინგი. გაგიკვირდებათ მეც ბიძინა ივანიშვილი სანამ პრემიერ-მინისტრი იყო, ირაკლი ღარიბაშვილიც ყველას ვისთანაც გვაქვს საუბრები. ვეუბნებით, გამოაგზავნეთ მეტი დამკვირვებელი, გამოაგზავნეთ მეტი მონიტორი. შეისწავლეთ სიტუაციები უკან. დაგვეხმარეთ საკანონმდებლობის გამართვაში, მოსმენებში, დაკავებებში, არ ვიცი, ბევრი სხვა მიმართულებით. ამას ვეუბნებით, რატო იცით? იმიტომ რომ მე არ შეიძლება ვიყო ჩემი თავის და ჩემი კეთილსინდისიერების იმედზე მხოლოდ და თქვენს კეთილსინდისიერების იმედზე და სხვისი კეთილსინდისიერების იმედზე. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებს იმ უბედურებებს, რაც ამ ქვეყანამ გაიარა. და ამისთვის თუ გგონიათ, რომ ვინმესგან ნათქვამი, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა არის განსამტკიცებელი, მე ამას ვიღებ როგორც ვაიმე ეს რა თქვა ვიღაცამ და ესე იგი არ გვიწონებს ჩვენი ვითარებას. და არ იყუროთ უკან წარსულის ქექვა არ არის საჭირო ამასთან საუბარი. კარგია, ვეუბნებით, ვეხვეწებით.
იყავით უფრო კონკრეტული, უფრო სპეციფიური და გვირჩიეთ და გვითხრით როგორ ვიაროთ. იმიტომ რომ იყვნენ მაგალითად ადგილობრივი ორგანიზაციები ძალიან კონკრეტულები, როდესაც შეშფოთება გამოთქვეს დუშეთისა და ხონის გამგებლების დაკავებაზე 2011 წელს 12,000 ლარის ხეწყის გაფლანგვის გამო, მაშინ როდესაც და ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან თვითმმართველობის არჩევნების წინ, მაშინ როდესაც ჩვენ გვახსოვს საგარეჯოს გამგებლის, ოღონდ ოცნების წევრი გამგებლის საქმე 80,000 ლარი გაფლანგული ქონდა და ის არ არის ის გამგებელი არ დაუკავებია. გამგებელი არ დაუკავებია. რამდენი კაცი იყო დაკავებული? რამდენი იყო არ ვიცი, გამგებელი ხო არის. რაღა ეს გაიგეთ, საგარეჯოში თინახი და შელი მაჟორიტარია და ვაიმე ესე ამის გამო. აი, რასაც ვერ დამაბრალებ, რასაც ვერ დამაბრალებ. თქვენ არ დაგაბრალეთ, მაგრამ ვინც ამას ლაპარაკობს, ეს არის თინახი და შელი რომ საგარეჯოში წინა ორი გადაცემის წინაც ზუსტად იგივე პარალელი მოვიყვანეთ. ერთი ადამიანი და გამგებლის მოადგილე რომ დააკავეს იმას რა უყოთ. შენ საკუთარ შესყიდვების უფროსი რომ დააკავეს იმას რა უყოთ, იმავე დღეებში ვინც დააკავეს იმას გეუბნებით. ეს ვინ იყო რა იყო რატო დააკავეს? ალბათ ვიღაცებს დააკავებთ კიდეც მეორე ეს მარტო ნაციონალური მოძრაობა შესაძლებელი იმისი არ შეიძლება. მე რომ მკითხოთ იურიდიულზე ახსენეთ იურისტი ხართო, სამწუხაროდ ვეღარ ვარ, იმიტომ რომ დეკვალიფიკაცია ყველაფერს ახლავს და მათ შორის ამასაც სხვაგან წავედი იურისტი. მაგრამ იმაში უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, მქონდა პრობლემა ერთი დარგის მიმართ. ამასობაში დარგი, რომელიც არის იურისპრუდენციის ღერძი, საფუძველი, სისხლის სამართალი. და რატომ მქონდა პრობლემა? და ნუ ეს 80-იანი წლებია, მაგრამ მაინც. იმიტომ რომ მე სამართალი წარმომიდგენია და მინდა კარგი ამბების მომგვარებელი, ბიზნეს ურთიერთობების, საოჯახო ურთიერთობების, სახელმწიფო საქმის. ის ცუდი ამბები ვერ ერთვება ხოლმე სისხლის სამართალი, იმიტომ რომ თუ ვინმე დანაშაული ჩაიდო, მე მოკლედ სამართალი და კანონი და საერთოდ სახელმწიფო მე მინდა იყოს იქეთ რომ ვინმე კი არა დავაკავოთ და ვინმე კი არ იყოს ციხეში, გინდა ხონის, გინდა ყვარლის, გინდა საგარეჯოს და გინდა თბილისის. არამედ სახელმწიფო მიდიოდეს წინ და კანონები და იურისტები სხვა რამით იყვნენ დაკავებული. ვიდაოთ მე და თქვენ რა გვაქვს სადავო, მაგრამ მილიონებზე თუ ესაა გასაყოფ, სასამართლოში ამაზე ვიარო და არა იმაზე, ვინ ვის რა ან ჩაარტყა, ან მოპარა, ან დააყაჩაღა, ან მოკლა და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ თუ მემას მელაპარაკებით, რომ მეტი დაკავება ადამიანების კარგია თუ ცუდია, მე გეუბნები ცუდია. და ეს უნდა იყოს უკიდურეს ვითარებებში გამოყენებული, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ წინა არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრმა ძალიან კონკრეტული ინიციატივები გააჟღერა და ეს არ იყო და არ იქნება ერთჯერადი ინიციატივები. ასე რომ ყველა კონკრეტულ საქმეზე მზად ვართ გავიაროთ ეს საკითხი. კი ბატონო და სამწუხაროდ ბევრი კითხვა მაქვს მე გადავაცილე ყველა დროს ერთ ვილაპარაკე ამის ბოდის გიხდით საზოგადოება თუ ბევრი ვილაპარაკე ბოლო კითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება წინა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა რესტიტუციის, ანუ ეკლესიებისთვის რესტიტუციის, ქონების რესტიტუციის საკითხი. რატომღაც იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებას უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს ამის მოგვარების, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში არსებული ოპოზიციური ძალა თავს არ დაესხმება და არ იტყვის, რომ თქვა პარლამენტის პატრიარქის ზურგს უკან იღებს გადაწყვეტილებებს და ასე შემდეგ. პრობლემა ქავატო და მეუბნება და მერაშვაში ვარ და ნაციონალური მოძრაობაა. კი ბატონო, არა, მაგრამ რა პრობლემაა გააგზავნეთ? ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო საკითხია და ნაციონალურ მოძრაობასაც ზუსტად ისევე ვესაუბრებოდი ამ თემასთან დაკავშირებით. ისევ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. ვერ გააკეთა ეს ნაციონალურმა მოძრაობამ. აპირებთ თუ არა თქვენ რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ იმას, რომ სამართლიანობა, რასაც ქვია, ის აღდგეს, აი ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა და კათოლიკურმა, სომხურმა, გრიგორიანულმა, თქვათ, იგივე და სხვა დენომინაციებმა და კონფესიებმა, რომლებსაც საქართველოში საბჭოთა რეპრესიების დროს და კომუნისტების მართვის დროს ჩამოერთვათ ქონება, მიიღონ მათ უკან ეს ქონება. მე მგონი ეს არ არის ახალი ამბავი, თუ ეს ჯერ ცნობილი არ არის საზოგადოებისთვის, მე ძალიან გამიკვირდებოდა, მაგრამ სწორედ ამ მიმართულებით გადაიდგა, ხო, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი, ზუსტად ამ 2-3 თვის წინ. როდესაც გულისხმობ იმას, რომ სწორედ იმ რელიგიური ორგანიზაციების და კონფესიების სწორედ იმ ზარალის და იმ რეპრესიების კომპენსაციის მიზნით გამოიყო ძალიან კონკრეტული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს იძახით ფული.
უკაცრავად ქონება, ფული, კომპენსაცია ახლა ეს თემები. ანუ საუბარი არის ეკლესიებზე, აი მაგალითად ბათუმის კათოლიკური ეკლესია, რომელსაც დღეს მართლმადიდებლები არიან დაპატრონებულები. უკაცრავად. მე ერთ რამეს ასე ახლა ვერ გამოყვებით იმაში ამ ტერმინოლოგიაში მართლმადიდებლები არიან დაპატრონებული. ახლა გამოყვეთ მაგაში, არ გამოყვებით, იმიტომ რომ გასულ მართლმადიდებლები არიან დაპატრონებულები. ეგ ზუსტად სიტყვით მაგას ნიშნავს. არა, სიტყვით მაგას ნიშნავს და ახლა მე იმაზე გელაპარაკოთ, მუსულმანები რას იყვნენ დაპატრონებული ამ ქვეყანაში და რამდენი ქართველია გაჟლეტილი და რა ვიცი მე და რამდენმა სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა სადღაც დაანგრია და ისქნა. ეგ რა კავშირშია? დაპატრონებული მაგას უბრალოდ არ გამოყვებით, ვერ გამოყვებით ამასობაში. სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა, ის ხელისუფლება. სწორედ ქართული ოცნება, რომელმაც ამ მიმართულებით უსაგნო საუბრის ნაცვლად და ეს საუბრებიც არ მომისმენია მაინც და მაინც კაფიოდ და ესეთი საგნობრივი წლების განმავლობაში. ამ უსაგნო საუბრების ნაცვლად გადადგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯი. და თქვა, რომ იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც იყვნენ საბჭოთა პერიოდში რეპრესიების მსხვერპლი და რომლებმაც განიცადეს ზიანი, ზარალი, მატერიალური, სულიერი, ფიზიკური და ასე შემდეგ, ზუსტად ამისთვის სახელმწიფო სახსრებიდან, ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადიდან და არა რამე სხვა წყაროდან, ანუ მთლიანად საქართველოს მოქალაქეების თანხებიდან, იმ მოქალაქეების, რომლებსაც დღეს უჭირთ, რომელსაც ბევრს სამუშაო არ აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ სწორედ თქვით, რომ ამ ქვეყანაში რელიგიური, ეროვნული, კულტურული ერთობის გასაძლიერებლად, გასამყარებლად ერთიანი ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ერთობის ფორმირებისთვის და წინ წასაწევად სწორედ ამ ნაბიჯზე მივდივართ. და გამოიყო 4 მილიონი ლარზე მეტი იმისთვის, რომ სწორედ ამ პრობლემას შევეხმიანოთ და შევეხიდოთ ძალიან კონკრეტული ქმედებით, სწორედ ქონებრივი და ფულადი და ამ გამოსახულებით, კიდევ მეორე და არა მხოლოდ რაღაცა დაბალხმიანი რიტორიკა. ანუ შეიძლება რომ ვიხილოთ რომ თქვათ იგივე კათოლიკური ტაძრები დაუბრუნდეთ კათოლიკეებს, სომხური სომხებს და ასე შემდეგ. მე თქვენ არ ვიცი რა გინდათ რომ იხილოთ, მაგრამ მე თქვენ გითხარით სახელმწიფო როგორ ეხმიანება ამ პრობლემას. 4 მილიონის გარდა კიდევ იგეგმება. ეს არ არის ერთჯერადი თანხა, ეს არ არის ერთჯერადი თანხა. ეს არის პროცესი, ეს არის პროგრამა, ეს არის საკითხი, რომელიც დაიწყო და რომელიც დაიწყო კიდევ მეორე ახლა ამ ხელისუფლების მიერ იმას აღარ მოიტყვი, ხო? როდის არ დაიწყო? მე ვთქვი ეგ და თქვენ თქვენ რაღაცა უნდა თქვი. ანუ იმ ხალხისგან, რომლებიც ჩვენ წამებდნენ ცილს, რომ ვართ, არ ვიცი, ასეთები და ისეთები და რელიგიურად ამას გავაღვივებთ და იმას წავართმევთ და არ ვიცი, რაღაც სადღაც არ შეუშვებთ და ასე შემდეგ. გაქრა, ხო ახლა? ხო გაქრა. კარგია რომ მოგვარდა, იმედი მაქვს. კარგია, ერთ რამეს მაინც შევთანხმდით. რომ ეს თემა მოგვარდება და მოგვარდა. ჩვენი არია და პრინციპში ბოლო იყო უკვე, კი, მოდით მორჩეთ. მაგრამ აი ძალიან გრძელ პასუხებს მაძლევდით დასაწყისში და იმიტომ ვერ მომასწარი ყველა შეკითხვა. ეს ახლა ოკუპანტის ენაზე არ ვიტყვი, მაგრამ ხო იცით ეს გამოთქმა როა. აბა ისეთ კითხვებს მისვამო, რომ აბა რა მექნება. აი ეს ერთი ფილმი. იმედია რომ კიდე მოხოთ და დანარჩენ კითხვებს. კი, ვაპროს სადაიოცე. დანარჩენ კითხვებს გაიცემა პასუხი. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ოღონდ არ გადართო, ჩვენ მეორე ნაწილი დაუბრუნდებით, იქ დემოგრაფიისა და ეკონომიკის ურთიერთკავშირზე ვისაუბრებთ. სხვა შემადგენლობით ცხადია.